მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სალომე. იმიტომ ვლაპარაკობ, რომ უკვე რამდენიმე დღე გაციებული ვარ. ისიც მეყოფა, რომ სახში ვარ გამოკეტილი უკვე ამდენი დღეა და მინდოდა რაიმე გემრიელი და ტკბილი შემეჭამა, ამიტომ ავდექი ჩემი ბოლო ძალით და ღონით გადავწყვიტე, რომ დღეს გავაკეთოთ cheesecake, რომელიც არასდროს არ გამიკეთებია და დღეს იქნება პირველი. ამიტომ მეგობრებო, იმედია ჩემს ხმას გადაცემის ბოლომდე აიტანთ. ამისათვის დაგვჭირდება ჭვავის პური. ბერძნული იოგურტს გამოვიყენებ ხაჭოს და ბანანს. არაჟანსაც გამოვიყენებ, არაჟანი მაქვს. ორ კვერცხს გამოვიყენებ გამაფხვიერებელს, ვანილი. ეხლა ფიქრობდი და ყველაზე მეტად არ მიყვარს, როცა ცუდად ვარ. ნუ არ ვიცი ზოგადად ვინმეს უყვარს თუ არა, ცუდად ყოფნა, მაგრამ მე რომ სრულიად უფუნქციო ვარ და შფოთვები მემართება, ისე არ ვიცი ვინმეს თუ ემართება. მე მინდა რომ ყველაფერი ერთად დავაბლენდერო, დავიწყებ ბანანის დაჭრით. მერე ხაჭოსაც აქ გადავიტან და ასევე გადავიტან კვერცხს გადავიტან და ყველაფერს მოკლედ ერთად დავაბლენდერებ. რა თქმა უნდა, მეგობრებო, გამომჩა რომ მე თქვა რომ ამ ყველაფერს ვაკეთებ უშაქროთ ისევ და ისევ. ვარა გეკონათ. ვისაც შაქარი გიყვართ, რამდენის გინდა იმდენი ჩააქივლეთ, არ არის პრობლემა. ჩემი დაქალი მეუბნებოდა რომ აი ცუდად რო ხარო, ცოტა შენ თავსო უფლება უნდა მისცეო რომ რაც გინდა და რაც თქვათ გაგაბედნიერებს ის ჭამო ხოლმე, მაგრამ არ ვიცი რა დამემართა მეგობრებო, შაქარს ანუ საჭმელებზე არ მაქვს ასე. საჭმელი შემიძლია ვჭამო გამონაკლისად ვთქვათ რაღაცა. ხომიანები რაღაც ხინკალი ის, ანუ ეს რამდენი უნდა ვქნა 100-ზე არ ვარ, ამიტომ თვალზომით ვუზავ. მაგრამ მე აღარ გვჭირდება ბერძნული იოგურტი. რომ თავს უფლება უნდა მივცე, რაც მინდა რომ ის შევჭამო. მაგრამ მეგობრებო, აი არ ვიცი რა დამემართა. შაქარზე რო ვფიქრობ, ანუ უეჭველი ვიცი რომ შაქარი აკრძალული მაქვს. შაქარზე მემართება რომ გამონაკლისს ვერ უშვებ. ეს არ ვიცი, ცუდია თუ კაი, ალბათ ცუდი უფრო, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მექნება მოთხოვნილება შაქრის და არ ვიცი თავს როგორ შევიკავებ. მაგრამ კარგი ის, იმიტომ არის რომ იმდენად ბევრი რაღაცი ჩავანაცვლე უკვე შაქარი და იმდენად მინაცვლებს იმ პროდუქტს, რასაც თქვათ შაქრიანს ვჭამდი ხოლმე, რომ აღარ მაქვს იმისი ასე ვთქვათ მოთხოვნილება, რომ სხვა პროდუქტები მივიღო შაქრისაგან დამზადებული. მთლიანად ვუზავ ამ იოგურტს. ფიქრობდი რომ აი გუშინაც მაგალითად სახში ვიყავი, თავი მტკიო და იმიტომ რომ მთლიანად ეს ნაწილი მაქვს, აი არ ვიცი, უმოქმედო ცხვირით, შუბლით, თვალები ძალიან მტკივა ამ გაციების გამო და მაინც ვერ მოვიფინე და ავდექი და სამზარეულოში რაღაცებს ვაკეთებდი. მიუხედავად ის რომ არ გამომივიდა რაღაც სნექები მინდოდა გამეკეთებინა. ამის მიუხედავად მაინც რაღაცებს ვაკეთებდი და აი ბოლოს ვფიქრობდი რომ აი სამზარეულო, აი ყველას ხო აქვს თავისი ადგილი ცხოვრებაში, სადაც გრძნობს თავს ყველაზე კარგად და უნდა რომ იმ ადგილას იყოს, რომ ყველაზე კარგად გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცუდად იყოს. მოდი მივხვდი რომ ჩემთვის ესეთი ადგილი, აი ცოტა გამაფერებელს ვუზავ. ჩემთვის ესეთი ადგილი არის სამზარეულო. მიუხედავად რომ ცუდად ვიყავი, მე მაინც მინდოდა რომ რაღაცა გამეკეთებინა იმისათვის რომ კარგად მეგრძნო თავი და შემოვედი ისევ სამზარეულოში და აი მაგას მივხვდი რომ აი მართლა არსებობს ალბათ არ ვიცი შინაგანად ალბათ ორგანიზმი გვთხოვს რომ როცა ცუდად ვართ ისეთ ადგილას ვიყოთ სადაც თავს კარგად ვიგრძნობთ. ეს შეიძლება მთლიანად სახლი არ იყოს, მაგრამ სახლში იყოს რაღაცა კონკრეტული ადგილი, სადაც უკეთესად ვგრძნობთ თავს და ეს ჩემთვის უკეთესი ადგილი არა მარტო ცუდად ყოფნის დროს, არამედ ისედაც არის სამზარეულო და რამდენჯერაც ვახსენე მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ პროფესიონალი მზარეული და არც დავდებ თავს, რომ რაღაცები შეიძლება საუკეთესოდ გამომდიოდეს. ჩემთვის ეს ადგილი მაინც თერაპიის წყაროსთან ასოცირდება და იმასთან ასოცირდება, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ამიტომ ცუდათაც რო ვარ, მაშინაც აქ ვარ. დავაბლენდებ ამას. იქით მაქვს შესაერთებელი და დაგიბრუნდებით.
ცოტა თაფლი დავამატე, რადგან ბანანი ძალიან მწიფე არ იყო და ვშიშობდი, რომ ტკბილი შეიძლება არ ყოფილიყო, ამიტომ ძალიან ცოტა 2 ჩაის კოვზი მე მგონი. გამახსენდა და მაგ მე საღებავები, რადგან თირკმლის ფასი და ჟოლს და მოცვიც არ მიყიდია. გადავწყვიტე, რომ ბიუჯეტურად გამეკეთებინა ეს ყოველივე. ამიტომ მოდი ხელოვნურად გავალამაზოთ ჩვენი ჩიზკეიკის მასა. გუსავს აღებავს Red and Pink ტორტისთვის თუ გახსოვთ მეგობრებო, ალბათ გახსოვთ რომ უნდა მომეყვა iPhone 16, ამაში ვიყავით ძალიან დარწმუნებული. მაგრამ ისაუცრებაო, iPhone 16 კი არა, მოვიგე ქვაბი. სასაცილოდ თქვი ეს ყველაფერი. მაგრამ სხვათა შორის ძალიან გამიხარდა ჩემი ქვაბის მოგება. აი ესეთი ვიდეოსაც ნახავდით ჩემს TikTok-ზე. სხვათა შორის ძალიან გამიხარდა. ალბათ იცოდნენ როგორ მჭირდებოდა მე ეს ჩემი გადაცემებისთვის, ანუ ისინი ჩემზე კი არ ფიქრობდნენ ჩემი არხის განვითარებას და მიხვდნენ რომ ეს მე უნდა მომნებო. და მოვიგე მე. ყველაფერი უნდა დავაფასოთ, ყველა საჩუქარი უნდა დავაფასოთ, რომ მერე გაგებამ უფრო დიდი საჩუქრები მოგვიწონოს. ჩემი სიბრძნეები ალბათ მოგენატრათ და მაგიტო ჩავაგზავნე ხოლმე პერიოდულად. დაურეთ ნახეთ. ძალიან ლამაზია. ღმერთო, Cook and Talks უყურებთ, ხო? ანუ რატომ ავიწყდება, რომ გითხრათ, რომ უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი. ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო და მთელი ერთი დღე უნდა დავდო ხოლმე სტორები ჩემს Instagram გვერდზე. და უნდა მოგიწოდოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. მაინტერესებს რამდენი გამომწერი მომემატება. ესე თოფით თუ არ დაგადექით თქვენ ჩემი გამომწერი არ ხართ რა და როგორც ვხვდები და არ გინდათ რომ ჩემი ნიჭმა ფართოგზა მიიღოს და ეხლა გამოიწერეთ ჩემი არხი. მეგობრებო, გამოიწერეთ უკვე ჩემი არხი? ჯერ თუ არ გამოგიწერიათ, მაშინ ეხლა გამოიწერეთ. თუ გამოწერილი გაქვს უკვე, გამიუქმე გამოწერე და ახლიდან გამომიწერე. ნახეთ რა ლამაზი ვარდისფერი მივიღე. 10 ჯერ და 1000 ჯერ მიიწევს. ერთი და იგივე ქმედებების განხორციელება. გამოიღე ტაფები, შედგი ტაფები. დიდია. გვალი ჩიზკეიკის ნაცვლად გავაკეთოთ 4 კუთხედი. აი ასეთი მასა გამოვიდა საბოლოო ჯამში და ეხლა მოვათავსებ ფორმაში და შეუძახოთ ღუმელში. იცით რა არის? ეხლა ვუსმენდი ჰიტას პოდკასტს ხო და დამწყები იუთუბერებზე ამბობდა რომ აი დაწყებიდანვე რომ მაგარ აპარატურას იყენებენო, მაგარ იმებში არიანო, რა ქვია, სტუდიებშიო და უკვე ძალიან პროფები არიანო, აი მე რის განვითარებას აპირებენო და როგორ აქვთო და გეგმილიო თავიანთი YouTube-ის მოღვაწეობაო და მართალია და გამიხარდა ესეც რაღაც რომ მოვისმე, იმიტომ მე საგერ iPhone 13-ით იმიტომ ვიღებ და ჩემს სამზარეულოში განათლების გარეშე რომ მინდა რომ პროგრესი განვიცადო. მინდა რომ როცა წარმატებული გავხდები ამ სფეროში, თქვა რომ აი საიდან დავიწყე. მე იქნებ ჩემი სტუდიაც მქონდეს სამზარეულოსი. და კიდე რაღაც გეგმები რაც მაქვს რომ სხვადასხვა სამზარეულოებს ვეწვიო, ეგეც გამოვიდეს. რა იცი რა ხდება სამომავლოდ. ამიტომ ძალიან გამიხარდა მისი ასეთი კომენტარი და ვფიქრობ რომ უფრო мотиваცია მექნება რომ უფრო კარგი გავაკეთო. მართლა რა, ნოლიდან რო დაიწყებ მაგას, მაინც სხვა მუღამი აქვს და მომკალი. რა ჯობია ჩვენ სამზარეულო. იქნებ მე ჩემი სამზარეულო მინდა, იქნებ მე ჩემი პაწაწინა აქ პაწაწინა ადგილას ვგრძნობ თავს ისეთად როგორიც ვარ. იქნებ სხვა გარემო მე ჩემზე არ იმოქმედოს კარგად, არ ვიყო ესეთი გახსნილი, არ ვიყო ესეთი მოტივირებული. არ ვიცით, მაგისაც მეშინია. დავტოვებდი ჩემს სამზარეულოს როგორც არის. დავამატებდი განათებებს და აპარატურას, მინდა არაფერს ისიც. ხო, ნუ კაი, ეგენი რა თქმა უნდა მომავლისთვის გადავდოთ. ეხლა მივხედოთ ჩვენს ჩიზკეიქს. ასეთი გამოვიდა ჩვენი ჩიზკეიქის შიგ თავსი და გარე თავსიც, იმიტომ რომ ერთი თავსია. მოხდით ალბათ. ამას ეხლა შევდგავ ღუმელში და წარმოდგენა არ მაქვს რა გრადუსზე, მაგრამ გამოვაცხობ. გამოვიდა.
ფუმფულა cheesecake. მოდი გადმოვიტანე ხა დაფაზე და დავჭრათ ერთად. პირველი ცდისთვის ანუ საკმაოდ კაი გამომივიდა. წესით ეს ახლა უნდა შეგრილდეს და ისე გავსინჯოთ. ვერ დაველოდები შეგრილებას, ამიტომ მოვიჭერი მაინც და გავსინჯავ ახლა თქვენთან ერთად. სუნი ხო ძალიან კარგი აქვს და გემო აქვს რაღაცა სასწაული. აი მართლა არ ვიცი. ამას რა შეჭirdება კიდე ზემოდან შაქარი. კმაყოფილი ვარ ჩემი პირველი cheesecake-ით. შემდეგებზე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო უკეთესი გამომივა. თუ თქვათ სხვა რაიმე განსხვავებულ რეცეპტს გავაკეთებ, აუცილებლად იმასაც შემოგთავაზებ. იმედია ეს ეპიზოდი მოგეწონებათ. შევეცადე რომ ჩემი ფიზიკური ცუდათყოფნა გამეხალისებინა და სამზარეულოში შემოვედი და ასეთი კარგი შედეგი რომ მივიღე ძალიან გამიხარდა. აუცილებლად გამომიწერეთ, იმიტომ რომ ეს მხარდაჭერა ძალიან მჭირდება იმისათვის რომ უფრო გავავითარო ჩემი YouTube არხი და ამის იმედი მაქვს რომ თუ უყურებთ ჩემს ეპიზოდს ბოლოს გამოწერეთ და გავიწყდებათ. ახლა კი დაგემშვიდობებით. კოცნით ყველას.